და აი დადგა დღე, რომლისთვისაც საქართველოს წარმომადგენელი ევროვიზია 2025-ზე მარიამ შენგელია და ერისიონის მოცეკვავეები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა საქართველოს პირველი არხის, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან წარმატებული და შთამბეჭდავი გამოსულიყო საქართველოს წლევანდელი ნომერი ევროვიზიაზე. მარიამ შენგელია არის მზადყოფნაში, ის დაახლოებით 1 საათში გავა უკვე სცენაზე და შეასრულებს სიმღერას Freedom. კომპოზიციის ავტორი არის კომპოზიტორი ქეთი გაბისიანი, ტექსტის ავტორია ბუკა კარტოზია, სცენოგრაფია კი რეჟისორ ზაზა ორაშვილს ეკუთვნის. ძალიან შთამბეჭდავი ნომერი გამოვიდა და დღეს 23 საათზე საქართველოს პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ შოუს პირდაპირ ტრანსლაციას. მარიამი მე-10 ნომრად იმღერებს და მე მინდა ვთხოვო ყველა უცხოეთში მცხოვრებ ქართველს დღეს მარიამ შენგელიასთვის და საქართველოსთვის გავერთიანდეთ. გზა ყველაზე მნიშვნელოვან გამოსვლამდე საკმაოდ გრძელი და გამოწვევებით სავსე იყო. თუმცა მიზანი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკალურ სცენაზე საკუთარი ქვეყნის ღირსეულად წარმოჩენა მარიამ შენგელიასთვის ყველაზე დიდი სტიმული და მთავარი მოტივატორი გახდა. დღეს დარბაზში მყოფ ათასობით მაყურებელს და სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით ტელემაყურებელს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და მდიდარი კულტურის მქონე პატარა ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან მონაპოვარზე თავისუფლებაზე უმღერებს. ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ გულწრფელად, იმიტომ რომ გასულ რეპეტიციებზე, რაც კი აქამდე მქონია, მივხვდი, რომ ჩემი ქვეყნის წარმომადგენელი ვარ ევროპაში და მგონი, რომ წელს კიდევ ძალიან განსაკუთრებული დავტვირთვა ამ ყველაფერს. ძალიან მინდა და უდიდესი სურვილი მაქვს, რომ საუკეთესო შედეგი გქონდეს. მე ზუსტად ვიცი და ჩემი ბიჭები ყველაფერს გავაკეთებთ საუკეთესო ნომრისთვის. ჩემი სიმღერა კიდე ცალკე დატვირთვა, იმიტომ რომ ფაქტობრივად სამშობლოზე ვმღერი და ძალიან მიხარია ეგ მართლა სცენაზე რომ გამოვდივარ, ვგრძნობ ძალიან დიდ თავდაჯერებულობას. ყველა სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად ამ მნიშვნელობებიდან გამომდინარე, მგონი რომ ძალიან ემოციურად ვასრულებ და მინდა რომ ზუსტად ეს ჩემი ემოციები მევიტანო მაყურებელთან, განსაკუთრებით კიდევ ქართულ მაყურებელთან. მარიამი ევროვიზიის სცენაზე ლეგენდარული ერისიონის მოცეკვავეებთან ერთად გამოვა. ქართული კულტურა, ტრადიცია და იდენტობა ანსამბლის შემოქმედებაში, რომელიც 140 წელს ითვლის, ყოველთვის არის თვალსაჩინო წარმოდგენილი. მცირე შემადგენლობის მიუხედავად, 3 წუთში ერისიონის 4 მოცეკვავე ამჯერადაც ახერხებს უცხოელი მაყურებლის მოხიბლას და საკუთარი სათქმელის ცეკვით გადმოცემას. როდესაც ჩვენ ქვეყანას წარმოადგენთ ქართული ლეთებს აკეთებ, ქართული სამოსი გაცვია და ამდენი ხალხი გიყურებს, თვითონ აუდიტორია და ამის გარდა კიდე რაღაც 200 მილიონი ადამიანი ტელევიზორების თან საქართველოს რო გიყურებს პირველ რიგში, მაგაზე ფიქრობ, ბევრი რაღაც გიტრიალებს, მაგრამ თან გავიწყდება ყველაფერი, იმიტომ რომ ეს იმდენად ემოციური, იმდენად გულთან ახლოს გვაქვს ჩვენ თვითონ მოცეკვავეებს, რომ რავი, სცენაზე რომ ცეკვა იწყება, მე გავიწყდება ყველაფერი და მარიამიც დიდებულ სიმღერას ფერის თავისუფლებაზეა და ძალიან შეუერთდა და შეერწყა ერთმანეთს რა ეს ჩვენი ცეკვა და მარიამის სიმღერა. წელს ჩვენი სიმღერით ევროვიზიაზე გვინდა მთელ მსოფლიოს შევახსენოთ კიდევ ერთხელ ჩვენი ქართული ტრადიციები, ის რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური დამწერლობა, ჩვენი ანბანი და ჩვენი იდენტობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ ამ სიმღერით ეს შევძელით და ძალიან ბევრმა ერმა, ძალიან ბევრმა ქვეყანამ ეს დაინახა და კიდევ ერთხელ გაითავისა. მარიამი ეს გამოსვლა არის ძალიან ემოციური სცენაზე. ის მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ნამდვილად ღირსეულად წარადგინოს. მარიამ შენგელია ანსამბლ ერისიონის მოცეკვავეებთან ერთად დღეს ევროვიზია 2025-ის მეორე ნახევარფინალში მე-10 ნომრად გამოვა სცენაზე. 16 ფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია, მათ დღეს კიდევ 10 ქვეყნის წარმომადგენელი შეუერთდება და 17 მაისს სცენაზე 26 ქვეყნის წარმომადგენელს ვიხილავთ.
აწრულების წინ, როდესაც ევროვიზია შეიქმნა, მიზანი იყო სწორედ ეს, რომ სხვადასხვა ქვეყანას საკუთარი კულტურა წარმოედგინა ათასობით და უკვე მილიონობით მაყურებლის წინაშე. ჩვენი მიზანიც ეს იყო. ჩვენი წლევანდელი პროექტი მრავალი კომპონენტისაგან შედგება. ეს არის ქართული ჰარმონია, ეს არის ტრადიციული ქართული ცეკვა, ეს არის ქართული სილამაზე თავად მარიამის სახით, ქართულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, ეს არის სამშობლო და ყველანი ამის გარშემო ვტრიალებთ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ წელს ძალიან ეროვნული პროექტით ვართ წარმოდგენილები, ყველანი გვეუბნებიან ნამდვილად, რომ მართლაც განსხვავებული და ძალიან საინტერესო პროექტია და თვითონ ორგანიზატორებიც გვეუბნებიან, რომ თვითონ წლევანდელი ევროვიზიის კონკურსისთვის ეს არის ძალიან საინტერესო და მართლაც განსხვავებული პროექტი. ალბათ ძალიან რთულია, როდესაც ამდენი მაყურებლის წინაშე გამოდიხარ, პატარა ქვეყნის წარმომადგენელი და თან ძალიან ამაყი ხარ, როდესაც შენი ქვეყნის დროშა ფრიალებს ამ სცენაზე. რამდენი ადამიანის არის, რა თქმა უნდა, იმდენი აზრია, მაგრამ ჩვენ ხო ყველას ქვეყანა გვაერთიანებს და ამ ქვეყანას, როდესაც ესე დიდ ასპარეზზე გამოვდივართ, თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს. მარიამ შენგელიას და საქართველოს საგულშემატკივროდ ბაზელში სპეციალურად ჩამოვიდა საბავშვო ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული ანდრია ფუტკარაძე. მან მარიამთან ერთად სპეციალურ მიღებაზე დუეტში იმღერა წლევანდელი საკონკურსო სიმღერა Freedom, ანუ თავისუფლება. ანდრია დღეს მარიამ შენგელიას გამოსვლას დარბაზიდან ადევნებს თვალს. ძალიან მიხარია, რომ წელს კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება, რომ წამოსულიყავი ევროვიზიაზე, მაგრამ ეხლა როგორც მაყურებელი, მარიამს ჰქონდა ძალიან კარგი რეპეტიცია, ძალიან ამაყი ვიყავი, როდესაც მას უსმენდი და არის რაღაც, რაც მე და მარიამს გვაერთიანებს, ეს არის სიმღერა სამშობლო, ორივე მღერის სამშობლოსთვის და ორივე ვწვით იმისთვის, რომ ჩვენ სამშობლოს წარმატება მოუტანოთ და მინდა მარიამს და საქართველოს დიდი წარმატება უსურვო. ევროვიზიის რიგით 69 კონკურსი წელს შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში იმართება. მასპინძლობის უფლება შვეიცარიას ნემომ სიმღერით The Code მოუტანა. კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს. მათ შორის საუკეთესო 26 17 მაისს სენტ იაკობს ჰალეს სცენაზე ფინალში ვიხილავთ.